მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2.579.048 ლარი გამოეყო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. განკარგულების თანახმად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1.228.062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 794.962 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 546.018 ლარი გამოეყოფა. განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გავრცელდა ამ თემაზე ვრცლად ჩვენ შემდეგ გამოშვებებში შემოგთავაზებთ. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, გადამოწმებული და სანდო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული ახალი ამბების ნახვა ქართულ ენაზე უკვე შესაძლებელია. iNews-G ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის პროექტია, რომელიც ქართულ დეველოპერებთან კოლაბორაციით შეიქმნა. ამ პლატფორმაზე თქვენ ნახავთ ხელოვნური ინტელექტის მიერ მსოფლიოს ყველაზე სანდო და პოპულარულ მედიებზე დაყრდნობით მომზადებულ ქართულ ენაზე ხელმისაწვდომ მედია პროდუქტს. GRC არის ათეულობით წლების გამოცდილების ორგანიზაცია, რომელმაც 2024 წელს პირველმა უმასპინძლა საერთაშორისო მედია სკოლას iNewsroom-ში. GRC ამასთან არის შემქმნელი და მფლობელი რეგიონული მედიის აუდიტორიის iNთვლის. ქართული ჟურნალისტიკის დღეს გადავწყვიტეთ, საჯარო გაგვეხადა ის პირველი მედია პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტს იყენებს სრულად მედია მასალების, კარგი ჟურნალისტური მედია მასალების ხელმისაწვდომობისთვის. ეს არის iNews-G, რომელიც ჩვენ ერთად მოვამზადეთ. ეს პლატფორმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ყველაზე სანდო მედიებიდან, რაც კი არის მსოფლიოში, ყველაზე საინტერესო ამბებს ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს კულტურა, მეცნიერება, პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი, ყველა სპორტიც ძალიან აქტიურად წერს, ყველა ამ თემაზე მოიპოვებს ინფორმაციას, რაც უკვე დამუშავებული აქვს ძალიან სანდო მედია საშუალებებს, იცის, ცნობს ამ მედიებს, არ უკარგავს მათ შრომას, მიუთითებს მათ ავტორობას, ძალიან კარგ სტრუქტურირებას უკეთებს ქართულად, ასევე პოულობს ფოტოებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ამბებთან, ასევე ამ ფოტოების ავტორებსაც გაცნობთ და ისე აქვეყნებს თავად თვითონ ამ ვებგვერდზე და მასთან დაკავშირებულ სოციალურ მედია ანგარიშებზე ჯერჯერობით არ არის დამატებული საქართველოში შიგნით მიმდინარე ამბების ანალიზი, უბრალოდ საქართველოზე რამეს თუ წერს, ვინმე მსოფლიოში, ამას გვიჩვენებს ჯერჯერობით, სწორედ იმიტომ, რომ ქართულ მედიასთან მიმართებით კარგად უნდა ვასწავლოთ შერჩევა შინაარსების და შემდეგ იქნება ესეც დამატებული, თუმცა ამ ეტაპზე მართლაც მსოფლიოში არც ერთი საინტერესო ამბავი არ გამოგრჩებათ, თუ კი მიაკითხავთ iNews-G-ს. ახლა კი ჩვენს ეთერში სტუმრის დროა, ამჯერად ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარი გახლავთ რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ მაუწყებელთა კანონში შეტანილ, უბრალოდ დაგეგმილ ცვლილებებზე, როგორ აისახება ის მედიაზე. ნათია, მოგესალმებით, მადლობა დათმობილი დროისთვის. მაუწყებელთა შესახებ კანონში შედის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ფაქტიურად ძირეულად ცვლის მაუწყებელთა მომავალს. პირველ თემად დაფინანსების საკითხი რომ განვიხილოთ, რამდენად გაართულებს დაფინანსების ამ ფორმით შეზღუდვა მაუწყებლების საქმიანობას და საერთოდ რა მიზანი აქვს ამ ცვლილებას თქვენი აზრით? მადლობა ამ კითხვისთვის. ნამდვილად მთავარი ამ კანონებში არის სწორედ ახალი შეზღუდვები მაუწყებელთა დაფინანსების თვალსაზრისით. ქართული ოცნება კი უმტკიცებს აუდიტორიას, რომ მაგალითად გარე დაფინანსებებს გვაცლის და ამით თითქოს ნაკლები გავლენა იქნება ჩვენ შინაარსზე და ამ დროს აკეთებს პირიქით. მაგალითად სრულად გვიუქმებს ერთ-ერთ სახეობას რეკლამის, როგორც არის სოციალური რეკლამა და არ შეგვიძლია მისი გაყიდვა როგორც უცხოელზე, ისე საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მოქმედ ორგანიზაციაზე. არავის არ შეგვიძლია ჩვენ სოციალური რეკლამა გავყიდოთ მას შემდეგ, რაც ეს კანონი იქნება საბოლოოდ მიღებული და ძალაში შესული. ამით ნამდვილად კვლავ აქვს მცდელობას ადგილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 2015 წლიდან მოყოლებული არც ერთ წელს არ ჩაუვლია მაუწყებლებისთვის, რომ არ შეზღუდულიყო მათი კომერციული რეკლამა, როგორც სახეობები, ისე დრო, შეგვიზღუდეს დრო კომერციული რეკლამის, გაგვიუქმეს ზოგიერთი სახეობები, არ დაგვიტოვეს პრინციპში
ტიპში სერვისი, რომელიც შეგვიძლია ამ მიმართულებით ეფექტურად გავყიდოთ. ასევე, რასაც კარგად ყიდნენ, მათ შორის რეგიონული მედიები იყო სოციალური რეკლამა და ეხლა უკვე იღებენ კანონს და სრულად გვიუქმებენ სოციალური რეკლამის გაყიდვას. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ მომაყურებელმა, აი თუ კი ისინი რამეს ყიდიან ერთ დღეს რომ მოუდეს სახელმწიფოს და უთხრას რომ ამის გაყიდვის უფლება აღარ გაქვთ. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ ამ კანონის საფუძველზე და ნამდვილად არ არის ეს მაყურებელთა ინტერესებით განპირობებული. მაგალითად, ხა შეგვიძლია ამის მიხედვით გავიხსენოთ მაგალითად ქართული ოცნების კანონი, როცა მან აკრძალა ონლაინ კაზინოების რეკლამა. ყველა ხო დარწმუნდა წლების შემდეგ, რომ ამით არ შემსუბუქებულა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, არც თამაშზე დამოკიდებული მოქალაქეების მდგომარეობა არ შემსუბუქებულა. ეს იყო სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ უშუალოდ ადგილობრივ მედიას არ ქონოდა ამ სახეობის რეკლამა და ეს შემოსავალი გაექროთ ადგილობრივ მედიაში, იმიტომ რომ თავისთავად არ უნდათ, რომ იყოს ძლიერი ადგილობრივი მედია მწარმოებელი. რა თქმა უნდა, არის გარკვეული ნაწილები გარედაფინანსებაზეც, ეს უკვე ეხება უშუალოდ საგრანტო დაფინანსებებს, თუმცა ეს აქამდეც ჰქონდათ შეზღუდული, მაგალითად ეგრეთ წოდებული გამოხატვის კანონით, რომელზეც ახლა შაშან უფრო იყო ბატალიები, წელს უკვე რაღაცნაირად აღარც კი შევდივართ დიდად დავაში, იმიტომ რომ ისედაც რაც სურთ იმას წერენ და მე იმას კითხულობენ. დაახლოებით ეს ხდება ფინანსებთან დაკავშირებით, რეგიონული მედიები ვცდილობთ მოვძებნოთ გამოსავალი, ჩვენ აქამდეც დიდწილად ვიყავით ამოკიდებული ჩვენს მაყურებელზე, ადგილობრივ ადამიანებზე, ადგილობრივ ბიზნესზე და კვლავ მათი იმედი გვაქვს თანადგომის რეგიონულმა უწყებათა ალიანსი გაერთიანება რეგიონული ტელევიზიების უახლოეს ხანში დაიწყებს ეგრეთ წოდებულ crowdfunding კამპანიის წარმოებას იმისთვის რომ თუ კი ვინმე სურს და უნდა დაეხმაროს რეგიონულ მედიას რომ ის ამგვარი ტიპის შეზღუდვების პირობებში გადარჩეს, ეს იყოს მიღწეული. მეორე ასევე პრობლემატური საკითხია შინაარსობრივი მხარე, რომ განვუმარტოთ მაყურებელს რა სტანდარტებზეა საუბარი და რამდენად შესაძლებელია მათი შესრულება მედიისთვის. ანუ რანაირ მედია პროდუქტს მიიღებს მაყურებელი ამ ცვლილებების შემდეგ. რაც შეეხება შინაარსობრივ რეგულაციებს. შინაარსობრივთან დაკავშირებით ასევე ვციეთ ტყუილს ამბობს ქართული ოცნება, როცა ამბობს, რომ ბრიტანული კანონმდებლობა გადმოწერა. ბრიტანული კანონმდებლობა არ გადმოუწერია, თავადაც შეუძლია გადაამოწმოს, რომ ჩვენ მანამდე მაუწყებლებს გვქონდა ეგრეთ წოდებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც ეთიკურად გვარეგულირებდა. ანუ ეთიკური სტანდარტები გვქონდა გაწერილი, როგორ ვმუშაობთ. აი ეს ეთიკური სტანდარტები ახლა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი სრულად გადაიტანა კანონში, ამ კანონში შემოქმედმა, ვინც ეს დაწერა და ცდილობს, რომ დამსჯელი ზომები გააძლიეროს ამ დარღვევების გამო. ცხადია, ეს სტანდარტები ჩვენთვის აქამდეც მისაღები იყო და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ცდილობთ შევქმნათ მიუკერძოებელი ესეთი ობიექტური შინაარსი, რა თქმა უნდა, სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდით ის თავის დროზე კომუნიკაციების კომისიამ ჩვენთან ერთად შეიმუშავა იმისთვის, რომ ეთიკური რეგულაციები გქონოდა რეგიონულ მედიებს მათ შორის და ამ პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობდით. მაგრამ ეხლა უბრალოდ იცვლება ეს და უკვე ეს გადადის ხელისუფლების მანიპულირების, თქვათ, ხელში, რასაც უნდა იმას დაარქმევს არაობიექტური ინფორმაციას, არის უცნაური ჩანაწერები ამაში. მაგალითად, ჩვენ მანამდე თუ გვეწერა, რომ უნდა ვეცადოთ არ შევიჭრათ არავის პირად ცხოვრებაში, ჩვენ ვიცით როგორ განმარტავთ პირად ცხოვრებას და ვიცით რომ როცა არის საჯარო ინტერესი, შეიძლება პირადი ცხოვრება ვინმეს გამხელილ იქნას. პირადი ცხოვრების კატეგორიაში ბევრი რამ შეიძლება გავიდეს. მაგალითად, ქუჩაში რით გადაადგილდება ჩვენს მიერ დაქირავებული ადამიანებიც, ესეც კი შეიძლება პერსონალურ პირად ინფორმაციაში ჩაგვითვალოს ვინმემ. ანუ, ეხლა თავად გადაწყვეტენ რა არის პირადი ინფორმაცია, რა არის შეურაცხყოფა მათი, რა არის, თქვათ, მათი არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაყენება, რამდენად კეთილსინდისიერი არის, თქვათ, ფოტო გადაღება, ვიდეო გადაღება და ამის მიხედვით შეძლებენ ჩვენს შეზღუდვას. რა თქმა უნდა, ეს უფრო მიმართული არის არაიმდენად უშუალოდ შინაარსობრივ რეგულაციები, თუმცა ველოდები პროცესებს ამ მიმართულებითაც არაიმდენად ჩვენი დახურვისკენ, არამედ უფრო იმისკენ, რომ თვითცენზურა გაძლიერდეს და თითოეულ, თქვათ, სარისკო და ყველაფერი, რაც უკავშირდება ნამდვილ ჟურნალისტიკას, არის დაკავშირებული რისკთან. ყველა ამ რისკთან დაკავშირებით ხვალდაზე მედია მენეჯერები და ჟურნალისტები დაიწყებენ ფიქრს, ამის გამო ხომ არ დამემუქრება ძლიერი სანქცია. აი ამისთვის არის ეს უფრო გამიზნული, რომ თვითცენზურა გაძლიერდეს ჩვენს სფეროში. რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს, მედია კანონმდებლობის თვალსაზრისით საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, როგორ აისახება რეგიონულ მედიაზე, რამდენად ეზღუდებათ მათ ისეთ შეზღუდული შესაძლებლობები?
მადლობა გარკვეულწილად ვისაუბრეთ ამაზე პირველ კითხვაში, მაგრამ მართლაც მე მგონია რომ არ ვაჭარბებ როცა ვამბობ რომ უმეტესწილად სწორედ რეგიონული მედიების და მაუწყებლების შეზღუდულ კანონებს ვიღებთ, იმიტომ რომ აი დღესაც მაგალითად ერთ-ერთი ნაციონალური არქის, ოპოზიციური არქის ესე ეძახიან თავის თავს და სხვაებიც ესე უწოდებენ, ერთ-ერთმა თანამფლობელმა გამოაქვეყნა მეორე საწინააღმდეგო ინფორმაცია, რომ დაახლოებით 15 მილიონამდე დავალიანება აქვს სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი. შეუძლებელია ამ ქვეყანაში იყო ოპოზიციური არქი, ან საერთოდ იყო მაუწყებელი და მაგალითად გადასახადებს არ იხდიდა. ოღონდ ამას ახერხებს ამ ქვეყანაში ან ოპოზიციის კუთვნილი არქი, ან თავრობისადმი და ხელისუფლებისადმი და ქართული ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილი არხები. რეგიონული მაუწყებლები ვერ აგროვებენ ვალებს, დავალიანებებს, პატიოსნად იხდიან თანხებს და სწორედ ამიტომ მათ საწინააღმდეგოდ ხდება ყველა ფინანსური შეზღუდვის მიღება. სწორედ სოციალური რეკლამა თუ კი ვინმეს ეყიდებოდა პროცენტულად შემოსავლების დიდი წილი, სწორედ რეგიონულ მედიაში იყო სოციალური რეკლამის და აი ეს რეკლამა გაგვიუქმეს სრულად. ამიტომ ჩვენ როგორც უკვე აღვნიშნე, უახლოეს დღეებში სპეციალური კლიპების საშუალებით ვეცდებით, რომ საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ამ პრობლემაზე და დავიწყოთ ფართო კამპანია იმისთვის, რომ როგორც ადრე ძველ დროში იყო, ვიდრე მაგალითად ცარისტული რუსეთი დაგვიპყრობდა და ადგილობრივი ბიზნესები და ადგილობრივი მოქალაქეები აფინანსებდნენ თავად ხელს უწყობდნენ თავად ადგილობრივი მედიის არსებობას, ისე ვისაც კი სურვილი ექნება, ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს და ხარში დაუდგეს იმ მედია საშუალებას, რომელიც მის რეგიონში მაუწყებლობს, მით უფრო თუ კი ვთანხმდებით, რომ ამ მაუწყებლებს და ამ მედიებს ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს და ისინი ძალიან საჭიროა ადგილობრივი საზოგადოებისთვის. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა ოზურგეთში. ასოციაცია გურიაში ბენეფიციარებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაუტარდათ. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს. ასოციაცია გურიაში ტრადიციულად დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღე აღინიშნა. სარეაბილიტაციო ცენტრში საინფორმაციო ტიპის შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ძირითადად ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. ყურადღება გამახვილდა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ნიჭისა და განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე. მოეწყო ორი ფილმის ჩვენება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირებს, მათ საჭიროებებს ეხებოდა. ღონისძიების მეორე ნაწილმა ესთეტურად მოწყობილ ლამაზ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც ცენტრის ბენეფიციარებმა ექსპრომტ და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ბოლოს კი გაიჭრა სადღესასწაულო ტორტიც. 21 მარტს აღენიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცნობიერების მიზნით იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის არის საქართველოც და მათ შორის ჩვენი ორგანიზაციაც. ყოველწლიურად ვცდილობთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით აღვნიშნოთ. წელს ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან და დაინტერესებულ პირებთან, ხოლო შეხვედრის ბოლოს მოვაწყეთ ფოტოსესია სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ სინდრომის მატარებელი ადამიანების საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში ინტელექტუალური თამაშის რასად როდის ფინალური თამაში გაიმართა. ორთვიანი ძალიან საინტერესო ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლების საჯარო სკოლაში შედგა. საქართველოს ევროკლუბების ორგანიზებულმა გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან 70 საჯარო სკოლის მონაწილეობით წარმართულმა ჩემპიონატმა საბოლოოდ 3 ფინალისტი გამოავლინა. შესაბამისად დასკვნით თამაში მონაწილეობას ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა და სოფელ ნაგობლის საჯარო სკოლა იხებდნენ. ფინალურმა შეხვედრამ, რომლის მთავარი თემატიკა ეკოლოგია და სატყეო განათლება იყო, საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა. იყო ტრადიციული შავი ყუთი, ბლიცები, სუპერ ბლიცები, გამარჯვების სიხარული და შიგადაშიგ დაკარგული ქულის გამო წუხელიც, მაგრამ თამაში, რომელსაც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ავთანდილ სირბილაშვილი უძღვებოდა, მაინც იუმორის თანხლებით და დადებითი ემოციებით დასრულდა. საბოლოოდ პირველი ადგილი ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ნაგობრის საჯარო სკოლა გავიდა. ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა კი ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა.
გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა ფულადი პრიზი 1500 ლარი მიიღო. მეორე მესამე ადგილებისთვის შესაბამისად 1000 და 500 ლარი გადანაწილდა. დღეს ჩვენ და ჩემი გუნდი გამოვედით მეოთხე საჯარო სკოლის სახელით. პირველ რიგში მომენტით ვისარგებლებ და ორგანიზატორებს გადავხდი დიდ მადლობას, რომელსაც შესაძლებლობა წარმოგვეჩინდა ჩვენი ცოდნა. ვფიქრობ ეს პროექტი დაგვეხმარება თითოეულ ჩვენგანს, რომ ცოდნის უფრო მაღალ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ. და მწვერვალებს მივაღწევთ. კი ნერვიულობდით, რაც ალბათ ყველა ნერვიულობდა და ეს ალბათ იმის შედეგია, რომ ძლიერი კონკურენტებიც ყავდა. ბოლოსში დიდი უპირატესობა იმით მოვიპოვეთ, რომ სუპერ ბლიცში ჩვენმა ერთ-ერთმა გუნდელმა სამივე კითხვაზე სწორად გასცა პასუხი და ამის შედეგად შესაბამისად სხვა გუნდებზე უფრო მეტი ფულა დავაგროვეთ. როდესაც ამ პროექტში პირველად გამოვედით, არ მეგონა ასე ხმად თუ გამოვიდოდით, მაგრამ როდესაც პირველი რაუნდი მორჩა უკვე ჯეროდა ჩემ გუნდელებში და ჩემ თავშიც და ჩემი აზრით ამის დამსახურება რომ საბოლოოდ გავიმარჯვე და მე ბლიცში როდესაც მოვიდა აუნერვიულდი, მაგრამ ჩემი აზრით გამიმართლა და შედარებით ადვილი კითხვები იყო და ლოგიკას გავყევი და ლოგიკამაც პასუხამდე მიმიყვანა. ეკოლოგიის თემაზე იყო ძირითადად. დიახ. და სატყეო, მაგრამ საინტერესო, ზოგადად რამდენ საინტერესო იყო ეს თემა. ძირითადად ბუნება ძალიან მიყვარს, ძირითადად სახლში არ ვჭირდება, იმიტომ მიყვარს ბუნება და გარეთ გავდივარ და როგორც წესი კურორტებზე ვისვენებ მთებში, ზღვებში, იმიტომ რომ ჩემთვის ბუნება უბრალოდ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ტექნოლოგიები და რაც სხვა ფაქტორები, რაც ახლა საყვარელში. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ეს თემა და მართლა ძალიან აზარტული იყო და ზოგადად ეკოლოგიაც ჩვენთვის საინტერესო თემაა და ვფიქრობ, კარგი იყო დღევანდელი დღე. შედეგით რამდენად კმაყოფილეთ ხარ? ძალიან შეგეძლოთ ალბათ, მაგრამ თვითონ თამაში როგორ შეაფასე? ძალიან კარგად. იმიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. დღეს დასრულდა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატი გურიის რეგიონის სკოლის მოსწავლეებს შორის. ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას მე-6 მე-8 კლასები. სპეციალურად გამოყავით ეს ასაკი, იმიტომ რომ მათზე ისინი ნაკლებად არიან ჩართული მსგავსახეს ღონისძიებებში, რომელიც ძალიან სასიამოვნოა, ძალიან აქტიურად ჩატარდა. 70-ზე მეტი სკოლა იყო ჩართული რეგიონის მასშტაბით, თითო გუნდში 8 მონაწილე იყო. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს აქტიური მხარდაჭერისათვის. დიდი მადლობა ჩოხატაურის შუამაღლების სკოლას, რომელმაც დაგვიტყო როგორც შესარჩევი, ასევე ფინალურ ეტაპზე მისი ფართი. და ეს ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ისინი ახორციელებენ დიდ პროექტს საქართველოში, რომელსაც ეკოჯორჯია ჰქვია და ეკოჯორჯიის ნაწილი იყო და მიმართული იყო სატყეო განათლებაზე და ეკოლოგიაზე. სასიხარულოა რომ დავასრულეთ, ძალიან სასიამოვნო იყო ზოგადად ამ საქმიანობის ჩატარება, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ესაც არის და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იყო. დღეისათვის ეს გახლდათ ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.